დედა როგორ ახარ? როგორ ვიქნები ამ არეულ ქვეყანაში? 2 საათით სინათლე გაითიშა და სტუდენტებმა დაანგრიეს და გადაწვეს მთელი ქალაქი. თქვენ რა შვები თქვენ? რა ვიცი დედა, წყალი არ გვაქვს, არც გაზი, ვიყინებით. თუ რამე ტანსაცმელი გამოგიგზავნია, ყველაფერი გზად გვაცვია. დედა, კერასინკა სად არის? მამამ თქვა დედამ შეინახა სადღაც არ ვიცი. კერასინკა მგონი სარდაფში ჩავიდანა. ოთო, თაროზე ლამპები რო აწვია, მაგის უკან უნდა იდოს. რა ხდება მან ხომ შვიდობა? შვიდობაა დედა, კორპუსი აგუშენეს გვერდით და ცენტრალურზე აერთებენ იმის კომუნიკაციებს და ერთი დღით გაგვითიშეს ყველაფერი. ერთი დღით არა უშავს. კაი დედა, მოგიკითხეთ ყველამ და თუ არ გავიყინეთ, შემოგეხმიანებით. აბა თქვენ იცით ბავშვებო, მამა შენს უთხარით ბილად ჩაიწვა. ჩვენ კარგად ვარ. კაი დედა, კოცნით. სარდაფშიო. მე ჩადი და ამოიტანე. ბატო მამა, მიდი ჩაივინე რა, სარდაფში და ამოიტანე კერას. მე არ ვიცი კერასინკა როგორია. იმიტომ რომ ფუფუნებაში გაგზარდე და შენ კიდე სარდაფში ჩასვლა გეზარება? არ მეზარება, მართლა არ ვიცი. აი ვერ მიაგნებს ეს და ჩადი შენოთო რა. ნიკოლოს, მიდი რა ჩაივინე რა ნიკოლოს. ნიკა, მე რატო? იმიტომ რომ უმცროსი ხარ. თან ზუსტად იცი როგორ გამოიყურება კერასინკა. აი ჩავა, ჯიგარი. რა შეციტა. დროზე რა ნიკა რა. ნიკა ესი აძონძილი ხო არ გახვალ გარეთ? რა მოხდა სადარბაზოს გარეთ მაინც არ გავდივარ. სადარბაზოში შეხვდეს ვიღაცა რას იფიქრებს? აბა რა ვქნა? რამე გაიხადე და ისე გადი. აი ნიკა დროზე რა მშიაც. ანუ რაღაც ის პარალელურად გშია, ხო? ხო, დროზე მიდი. აუ, ნათი, გეხვეწები, თავი ძალიან მტკივა, შუბლი გამეყინა და დამაფარე რა. მოდი დაწექი და დაგაფარე. შუბლი გამეყინა. აი, ნუ ნერვიულობ, ნათი. აი, ისა გაის. რამდენი რამე გამახსენდა ახლა ამ კერასინკაზე? არ გვინდა ეხა მოგონებები და სენტიმენტები. ჩავთო დროზე და გავთხოვ. მომეცი შნური და სტეპსელში შევერთი. შნური რა თუ ამას დაბო? ამას ახლა უნდა ნავთი. აუ, სულ დამავიწყდა ეგ ნავთი რო ჭირდება ამას ბიჭო. ნავთი არ გვა? რა ვიცი მე. ბატო, უთხარი დედიკოს ნავთი გექნება თქო. ბიჭო, აი საიდან უნდა გქონდეს ნავთი? რა ვიცი მე. ამ სახში ყველაფერი წვიმაზე ნათი აზრუნავს. შეიძლება გქონდეს. მა, დედამ ნავთი არასოდეს ჩირდებოდა და არ გვაქვსო. რას ქვია ნავთი არ გვაქვსო? ოთარ, წლებია გაზი არ გადაშულა. მერე ნავთი მარტო საწვავია? აბა რა არის? რა ვიცი, იქნება ბავშვ სკოლაში ტილები და ესია. ოჯახში ნავთი არ უნდა გქონდეს? ტილები რა არის? ამის სკოლაში ბავშვებს ტილები არ ესწრება და რომს დაესიონ. თავზე ნავთის დასმით ტილებს აღარ ემჩვია. ადრე ბავშვებს თავზე ნავთს უსვებდნენ? ბატო, ნუ გვახარბებ უზრუნელ ბავშვობას. გაჩვენა, მოიცა რა. ეხა მოვიფიქროთ, სად ვიშოვოთ ნავთი. რა დრო იყო ბიჭო? ჩვენი კორპუსი წინაც იყიდებოდა. გვერდზე სადარბაზოს მეოთხე სართულზე და ბოსტნეულის მაღაზიაში ვაჟას ჰქონდა საუკეთესო ხარისხის საავიაციო ნავთი. რა ქვეყანა დაანგრიეს ბიჭო, ა? ვაჟას ბოსტნეული ჯიხური, რაღაც მახსოვდა. მოიფიქრე ხა სად ვიშოვოთ ნავთი? ვინ უნდა იყოს ნეტა? მე ასე არა. ბატომა, მიდი გააღე. მოიცა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, როგორც მამა იტყოდა, უბრალიანი იქნება თუ დღეს კარებს გააღებს მხოლოდ კაცი. დასული, ჯანღუნი და ახსავსე მამაკაცი. ანიკო? ვა! გაიძო დედუ, ორა რაც ვიპოვეთ ყველაფერი ჩავიცვით. მოკლედ თელი თათქარიძის პუდელები ხროვად შეიკრიბნენ და ხალხს გლეჯენ. მართლა? მართლა? არა კაცო ხუმრო.
მაგრამ განუკითხაობაა მაგარი რა. რა ხდება? კაი არაფერი. ხალხს ცივა და ნავზე რიგი დგას. დიდი? ძალიან. არა, ეხა მე თვითონ არ მინახავს, მაგრამ ჩვენი მეზობელი რო ახალი დეპუტატი რა. ვინ მოჭი და ვერო იყო? აუ, ბიჭო, ეგ არ უხსენო რა. მაგრა არ უყურს მაგას რო ახსენებდი რა. საერთოდ არ ვიცნობ. გასწობოდი? ხო და მაგარ მოყვა რა, ეხა ბესეთკაში ქვემოთ რა. ნავთის რიგში ბავშვებმა და ქალებმა გამლახესო. რატო? ურიგოდ მივდიოდიო რა. ღირსი ყოფილა ძმაო. აუ, ბიჭო, ეგეც არ უთხრა ეხა რა მოგივიდა რა. აი საერთოდ ხმას არ გავცემ. არა, ეხა გამარჯობა უთხარი, მაგრა არევასება სალამს რო არ აძლევი რა. ნუ ეხლა სალამი ღვთისაა ძმაო. კაი, წავედი ეხა მე, ნავთი მოგიტანეთ. რა? ო რა, გაღმა ვიყავი, ქეთვსა და მირეკა ნავთი წამოიღეო. ვიცოდი რომ თქვენს არ ქონდა და წამოგიღეთ რა. ვანიკო? ო, შენ ხარ იმენა სანტა კლაუსი. ვიცი. კერასინკა ხო გაქვთ? კი, გვა. ო, კაი, წავედი. ბიჭო, არ მაფასე. რა ჯიგარია, ბიჭო? კარის მეზობელია, ჩვენც ასე მოვიქცეოთ. რა მგონია? არც მე, მაგრამ ასე ჯობია. არქშია. ყველა გავიდა ოთახიდან? ბატონ, ხო გითხარი, მოუსწრე აქედან თქო. მოიცა რა მაინტერესებს. არ შეიძლება, მამა, სახიფათო აფეთქება იცის მაგრამ. აუ, კაი რა შეცხო აქ ხარ. მე ბეტმენი კი არ ვარ, მომღერალი ვარ. მოუსწრე ახლა აქედან თქო. წადი უთხარი დედაშენ საჭმელი გაგვიგეთო სალა. ნიკა ფითილი ამოუწია, ფითილი. აუ, აი. რამდენი ხანი ეგ სიტყვა არ გამიგია, ფითილი. დედამ რა უნდა გავაკეთოთ, მარტო ლობიობა ხო? მე იყოს ლობიო თქო. ნუ გაველურდებით ახლა სულ. ნიკა, რამეს თუ არ მაჭუთ, მე ნახე როგორ გაველურდები. წადი უთხარი გააკეთე თქო. ბიჭო, შენ ლობიო არ გიყვარს, რანაირი გაბუნია ხარ? როგორ? შიშარა ნახე რა. როგორ არ მიყვარს, მაგრამ დიდი ხანია არ მიჭაბია. მე ისეთი გემრიელია. დედამ გავაკეთე, მაგრამ 1-2 საათი მაინც დაჭირდებაო. რა ამბავია 2 საათი. მე რა ვიცი, კერასიკაზე ნელა იხაშებაო. თო, კაი თქო, მიდი უთხარი, კაი, წადი. ტელევიზორი გავეთო ხარა. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. იწყება მსოფლიოში ყველაზე მაგარი შოუ, სადაც ნახავთ წლის ყველაზე გრანდიოზულ მოვლენას. დღეს ჩვენთან იქნება ცეკვა, სიმღერა, ფეიერვერკი და ყველაზე ფერადი, ყველაზე მასშტაბური სანახაობა. მოემზადეთ, ეს წელიწადში ერთხელ ხდება.